დღეს მეგობრებო დაგიბრუნდით ახალი ცხელი ვიდეოთი, სადაც Fangs ავიყვანთ Prestige 1-ზე. როგორც ხედავთ 968,000 მაქვს, სულ რაღაც 32,000 მაკლია და იმედია გამიმართლებს ამ ჯერზე და ძალიან არ მაწვალებს. ვითამაშე Brawl Balls და ბევრი რო არ გავაგრძელო, მოდით დავსტარტოთ და თან გეტყვი თამასობაში მეგობრებო, ვინც ახლა მე მიყურებთ, თხოვნა მექნება რომ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ და ლაიქოთ. ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი გამოიწეროთ, რადგან არ გამოტოვოთ ახალ-ახალი ვიდეოები. თქვენი გამოწერა და ლაიქი მაძლევს სტიმულს. ასე რომ თხოვნა მექნება გამახარეთ ჩემო მეგობრებო, რომ მეც შევძლო მეტი და მეტი ვიდეოების გადაღება. ეხლა რა მე მოუგვარეთ მაგ ბას, თორე გაგიტანთ გოლს, ხა დაუყველა მოკლა თორა იყოთ. პასი მიპასე ძმა, ჯიგარი ხარ. აბა აქეთ გადავაგდოთ, შე რაღა გინდა ერთი ვერ გავიგე რა. იქნევს ამ თავის ბიტას ზე ვითქვევით. ასაი ბიჭო შენ ვერ გავიგე, ჩემი ძმა, აბა რა გაიტანეთ ბიჭო. გაიტანეთ. კარგია, 1-0 ამასობაში მეგობრებო. მე მგონი რომ კარგი წინსვლა ჯერჯერობით, ნახოთ. აუ მეტი რაღა გავაკეთო, აუ ნახე რა ბოლო სუპერ. აუ ამარა გააკეთა ბიჭო. რა არის რა სამ ხალხსო. თამაში გავიწყდებათ თუ რა ხდება. დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში ვის რამდენი პრესტიჟი გყავთ, ნახოთ აბა ვინ არის ყველაზე ძლიერი. ნუ სიძლიერე მაგით არ განისაზღვრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ვამბობ რომ ნახოთ ვის რამდენი პრესტიჟი ყავს. მე 22 პრესტიჟი მყავს, 22 ბრაულერი მყავს პრესტიჟ პირველზე, პრესტიჟ 2-ზე არც ვჩალი ჩობს, სიმართლე გითხრათ. უბრალოდ, ამასობაში მოვიგეთ. უბრალოდ თამაშობ და ვერთობი რა, სიმართლე რო გითხრათ. და არა რამე იმით ვარ, რომ აი ვინმეზე მეტი ვარ და ძლიერი ვარ ან რაღაც. ვერთობი, დრო გამყავს. კარგი სახალისო თამაშია და მეთანხმებით ალბათ. და ასე შემდეგ 55,000-ზე ავდი ვარ. 2020 წელს დავიწყე თამაში. ვიცი, რაღაც ჩავარდნები მქონდა, რა თქმა უნდა, ეხლა სულ ასე გადამიტა იმით არ მითამაშია, მაგრამ ცუდი არ არის მგონი. კოლტ რა გინდა. აი ხა შენ ხო იცი რომ უნდა მოკვდე და რაღაც მოდიხარ აქ ვერ გავიგე რა. დავაი, კაია. და გავიტანო ბიჭო, აბა რა, 1-0. მე მგონი რაღაც კარგად მივდივართ მეგობრებო, ამ ჯერზე საკაიფოდ ის არის, რა ქვია, თამაშობს ჩემი თიმი, ჩემი რენდომი, მე მომეწონა სიმართლე რო გითხრათ. ეხა გადმოვაგდე ჩაპასე, დავაი, აი ეგრე, კაი ბიჭი ხარ, წავედით. ედგარ. აუ. ამ გაჯეტს რატო ვიყენებ ყოველთვის ასეთ სუდად? აბა რა. 2-0 მოვიგეთ რა, მოკლედ რა ვართ ეს დაუნდობლები და ერთი მატჩი გვაშორებს მეგობრებო 1000 პრესტიჟ პირველს. და ნახოთ აბა მესამე რაუნდში თუ გაგვიმართლებს და მოვიგებთ ამ მატჩს. ნახოთ. რაღაცა ძალიან იზიზე მოვიგე ეს პირველი 2 რაუნდი და რა ხდება ვერ გავიგე. მაგებინებთ, იცით ხო რომ პრესტიჟზე ამყავს ბრაულერი, თან ვიდეოს ვიღებ და თქვენ გენაცვალეთ, სად გადააგდო ძმამ. აი ხა ასე მარტივად შევაგდოთ ეს გოლი. და ნახოთ დაინამაიკ. ოპა, ასე არ მოუკვდეთ და ასე გავატანინოთ ჩვენ ცეზარს გოლი და ასე მარტივად მეგობრებო, ასე მარტივად ავიყვანე ფენგი, არ მჯერა პროსტა, შანსი არ არის. ასე მარტივად მე მგონი ბოლო თასები როცა მაკლია ხოლმე, სულ ყოველთვის ასე მეწელება ვიდეო, ან გინდაც
თამაში რომ აი თქვათ 10-100 თუ მაკლია შეიძლება 1-4 მატჩი დამჭირდეს რა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ისინი ხდებიან ხოლმე რენდომები და ძირითადად სულ ვაგებ რა და ეს რატო გამიადვილდა ასე მარტივად რატო ავწიეთ პრესტიჟ ერთზე? ნუ მოკლედ მეც არ გავაგრძელებ საუბარს. ავიყვანეთ ჩვენი ფენგი პრესტიჟზე. ხედავთ ჩემო მეგობრებო 23 აქ კიდევ შელი მყავს 786-ზე და მაგასაც მივხედავ ნელ-ნელა ესენი ვაფშე რა ვიცი ესენი მგონი რაც ამომივიდა მას მე არ მითამაშია ამ ბრაულერებით და ნელ-ნელა ქაჩავ ზევით აი ის მინდა ეს პრესტიჟის ლოგო ხო იცვლება 25-ზე და ეგ მაგაზე მინდა რომ ავიდე მალე რაც შეიძლება. ესეც ასე მეგობრებო პრესტიჟ 1 ჩვენი ფენგით და მგონი აქ 5500-ზე ავედით და ლეგენდარი 5600-ზე უწევს მაგასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩემო მეგობრებო. დღეისათვის სულ ეს იყო, ამით დავამთავრებ. მოდი შეიძლება პატარა ვიდეო გამოგვივიდა, მაგრამ რაც მთავარია, ფენგი ავიყვანეთ პრესტიჟ 1-ზე. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ მომავალში ახალი ვიდეოები. აბა დროებით.